მოდით ნათლად განვაცხადოთ. აბსოლუტურად შინაარსობრივი, დატვირთვა არ გააჩნია. საფუძველი არ გააჩნია. ეს საქმე არის ფარსი, ხუმრობა, საქართველოს ხალხის ინტელექტის შეურაცხყოფა. პირველი დოკუმენტაცია არ არსებობს, რომ ეს იყო ინვესტიცია. ეს იყო ნამდვილად კრედიტი. მეორე მხარე არის არასწორი. ეს არ იყო ისე რომ ივანიშვილი ბაჩიაშვილი ურთიერთობდნენ ბანკის მეშვეობით, სკოლის მოსწავლეც უკეთესად ჩაატარებდა პროკურორის როლს. ეს არის ტრაგიკული ხუმრობა, რომელიც დემონსტრირებას ახდენს იმისი, რომ ივანიშვილი თulis ქვეყნის მოსახლეობას სულელებად და ამას სოფლიოს ვერ მიყიდის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავანთავისუფლოთ კლიენტი თუ აღმოჩნდა ციხეში, აი ამ რაღაცა სასაცილო სასამართლოს მხრიდან ივანიშვილის ბრძანებით. ბატონ რობერტ, თუმცა ამოცანა თქვენთვის, თქვენს არგუმენტებს გვიყვებოდით ახლა დღეს არასამთავრობო სექტორმაც გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, რომ ბაჩიაშვილი არ არის დამნაშავე ამ საქმეში და არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი, მაგრამ აქ თავადაც აღნიშნეთ თქვენ, რომ ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოში სასამართლოსთან, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს ივანიშვილი. ეს ართულებს ამოცანებს, ის პატიმრობით ემუქრება თქვენს კლიენტს. დიახ, ეს ნათელია. ბატონმა ივანიშვილმა უნდა აღიაროს, რომ იგი ჩართულია საერთაშორისო დანაშაულში და აღნიშნული დანაშაული გახლავთ ისეთი, რომლის გულისთვისაც იგი წარსდგება სამართლის წინაშე. ჩვენ ხო არა ვართ ქართული სასამართლოს იურისდიქციით შეზღუდულები და ვადებში არ ვარ ჩასმული, რომლის დაჩქარებაც მათ სურთ აი ამ სასაცილო პროცესის თვალსაზრისით. იგი წარსდგება სასამართლოს წინაშე. ჩვენ დავიქირავეთ ახალი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ცნობილი პიროვნებები ვაშინგტონში. და ეს საქმე ისე არ წარიმართება, როგორც ივანიშვილს სურს. დამერწმუნეთ, რომ აი ესეთ გამრუდება სასამართლო სისტემისა, აი ესეთი გამრუდება ივანიშვილს დაუჯდება მაღალ ფასად. რა შეიძლება იყოს ეს ფასი? ეს იქნება ჩვენი შემდეგი შეკითხვა. ჩვენ ვიცით, რომ ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ. ძალიან საინტერესოა, ეს იქნება თუ არა დამატებითი გამაძლიერებელი არგუმენტი თქვენ ხელთ. უკვე არა საქართველოს სივრცეში, არამედ მის გარეთ ამ კითხვას ვსვავ ამ კონტექსტში, იმიტომ რომ როგორც ჩანს საქართველოში ეს საქმე სამართალს ვერ იპოვის. ერთ-ერთი რამ, რასაც მოგახსენებ, მე 45 წელია ადვოკატი ვარ. მე არავის არ ვემუქრები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავანთავისუფლოთ ჩვენი კლიენტი და ზიანი მივაყენოთ იმ პიროვნებების ინტერესებს, რომლებიც ჩართულები არიან დანაშაულში. ივანიშვილი რაც აკეთებს, ეს არის დანაშაული, ეს არის უმაღლესი რანგის დანაშაული, რათა მოხდეს სამართლის სისტემის ფუნქციონირების გამრუდება. ბატონმა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ სადაც კი არ უნდა ჩავიდეს, იგი იქნება თავდასხმის ქვეშ თავისი ქცევისთვის, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორც ჩემი კლიენტი მახსენებს, იგი ფას გადაიხდის ყველა იმ ადამიანის წამების ფას, რომელიც მის ხელთ ხდება და იმ ოლიგარქიული მმართველობის თვალსაზრისით, რომელიც მან შექმნა საქართველოში. ბატონ რობერტ, ზოგიერთი დეტალის დაზუსტება გსურს თქვენთან. ჩვენ როგორც ვიცით, თავდაპირველად მაინც და მაინც დიდი დაინტერესება ივანიშვილს არ ქონდა ბიტკოინების საქმეში, მაგრამ შემდეგ როგორღაც მაინც
გასცა ეს სესხი და თავად არ ყოფილა ინვესტორი, როგორც თქვენი მარწმუნებელი ამას ამბობს და ამის დოკუმენტაციაც არ არსებობს. საინტერესოა ჩვენთვის, როდის აღეძრა ივანიშვილს ინტერესი ბაჩიაშვილის მიმართ და ამ ბიტკოინების მიმართ, როდის მიხვდა ის, რომ აი ეს სასამართლო პროცესი უნდა წამოეწყო, რა პერიოდზეა ლაპარაკი და რამ გადააწყვეტინა თქვენი აზრით მას ამ ნაბიჯის გადადგმა, რა პერიოდზეა ლაპარაკი, როდესაც მან ჩათვალა, რომ ბაჩიაშვილისგან ეს ბიტკოინები უნდა წამოიღოს. Listen, there are two theories. ანუ ორი თეორია არსებობს. პირველი ეხება ვადებს. ბაჩიაშვილის ძალიან პრინციპულ შეიძლება ითქვას თავდასხმაზე საქართველოს თავრობაზე, რაც შეეხება უკრაინას და მეორე მიმულია the uptick in value of bitcoins. ღირებულებას ბიტკოინების. ორივე თეორია მისაღები, მაგრამ ჩვენ ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ მოტივაცია არის აბსოლუტურად არალეგალური, უკანონო, დამნაშავე და რომ საქართველოს სასამართლოში ნამდვილად ვერ იპოვი სამართალს. არსებობს მეორე ნაწილი ამ ყველაფრის ეს აქ არის ლაპარაკი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, ფულის გათეთრებაზე და ამ გზით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღებაზე. ეს ანუ არ არის მხოლოდ ერთი საქმე, ივანიშვილს აქვს რაღაც სათადარიგო საქმეც, როგორც იკვეთება, ამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, აი ამ ნაწილში რას მოელით? Well, firstly, პირველ რიგში ფულის გათეთრების საქმე არის ისეთივე გამოგონილი როგორც პირველი. არ არსებობს ფულის გათეთრება თუ განზრახ არ ჩაიდენ დანაშაულს, რომელიც ივანიშვილმაც შეიძლება რაიმე კრიმინალური განზრახვა დაამტკიცოს, მას დოკუმენტი არ გააჩნია, რომ იგი ინვესტორია, განზრახვა ნებისმიერი შეიძლება კონდეს, არასწორი მხარეები ყავს ჩართული, ყველაფერი სიგიჟეა. კანონში აბსოლუტურად არ ჯდება ეს. ეს არის ფარსი, ეს არის ხუმრობა და მე უარს ვამბობ ამ ბრალდებებზე კომენტარებისგან, იმიტომ რომ არარეალურია, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე საფუძველს და აბსოლუტურად არ ჯდება სამართლის სისტემაში. და ბოლო კითხვა გვექნება ამ ეტაპისთვის ბოლო კითხვა. რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ პირს, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის აბსოლუტურად მართალი, არაერთხელ გამოიყენეთ შეფასება, რომ ეს არის სიგიჟე, საერთოდ ეს საქმე და არ არის საერთოდ არანაირ ლოგიკურ ჩარჩოში. რით შეგიძლიათ დაეხმაროთ პირს, რომელიც არის ფაქტობრივად პატიმრობაში, მას აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა, ემუქრება ციხეში ჩასმა და მას თქვენ იცავთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. როგორ რის იმედი შეიძლება გქონდეს დღეს გიორგი ბაჩიაშვილს? პასუხი ძალიან მარტივია. მე 45 წელი ამ საქმიანობას მივდევ, მეწილად წარმატებით. ბატონი ივანიშვილი იმუნიშვილს არ გააჩნია იმუნიტეტი. ის გაყალბება არჩევნების, რომელიც საქართველოს ხალხს მოახვიეს თავს, ამან წითელი ალმები აღმართა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სიტუაცია შეიცვლება საქართველოს მოსახლეობის სიმამაცით, რომელიც ყოველდღე იზრდება და მსოფლიოს პოზიციით საქართველოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ ბატონი ტრამპი წარმატებას მიაღწევს, რომ უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს. სიტუაცია ყურადღებას მიიპყრობს კრიზისის თვალსაზრისით საქართველოში და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებელი გადაწყვეტილებებია იმის თვალსაზრისით, რომ შეწყვიტოს აი ეს დანაშაულებრივი ცივსისხლიანი ქმედებები ბატონმა ივანიშვილმა. ჩვენი ბატონ რობერტ, ჩვენი საუბრის მიწურულს კიდევ ერთხელ დავაზუსტებ. თქვენ ამბობთ პრაქტიკულად, რომ
ივანიშვილს შეუძლია ბაჩიაშვილს შეუძლია რომ ივანიშვილს სერიოზული დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამომდინარე იქიდან რომ ეს საკითხი იქნება მაღალ დონეზე დღის წესრიგში შეერთებულ შტატებში გულისხმობ მაღალ დონეს სამართლებრივ წრეებს ან პოლიტიკურ წრეებს საადვოკატო წრეებს საქართველოში ეს საკითხი მუდმივად შუქდება როგორც მედია დაინტერესებული ასევე არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება ფიქრობთ რომ დიდი გამოხმაურება ექნება ბაჩიაშვილის საქმეს საზღვარგარეთაც Look, you know, sometimes ზოგჯერ it's finding the people who can provide the right resonance. And I think in Mr. მონახვა საჭირო იმ ხალხისა რომელიც რეზონანს შექმნის ვიპოვეთ ესეთი პირები ვაშინგტონში ევროკავშირშიც უნდა ვნახოთ ამჟამად მუშაობთ ამაზე და მოუნახავთ ეს ადამიანებს რომლებიც რეზონანს შექმნიან მერწმუნეთ რომ ამ საქმეს ექნება რეზონანსი შესაბამის პირების მხრიდან დასავლეთში და მე ყოველდღე ვაკვირდები სიტუაციას ხალხთან დაკავშირებით საქართველოში პოლიტიკურ დამნაშავეებთან მიმართებაში რომლებიც საშინელ პირობებში იმყოფებიან საქართველოს ციხეებში ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პირდაპირ ჩართვისთვის ეს შეერთებული შტატები იყო რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი გავლენიანი ადვოკატი ჩვენს შეკითხვებს